ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს იყო ერთადერთი სასამართლო გურამ განსხვავებით საოლქო კომისიებისგან, სადაც 73-ში იყო გასაჩივრებული უბნის შედეგების ბათილობა და სასამართლოებში ჩვენ მაგალითად 29-ში ჰქონდა გასაჩივრებული და ასევე დაახლოებით 17 სასამართლოში ერთადერთი სასამართლო იყო, რომელმაც მოატანინა კომისიას ბიულეტენები და საკუთარი თვალით ჩაატარა ექსპერიმენტი, გააფერადეს და ჩააგდეს იმ ყუთში და საკუთარი თვალით, ესე ვთქვათ, დარწმუნდა, რომ ჟონავდა უკან ბიულეტენი და ჰქონდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ადგილი. გარდა ამისა, მან ასევე გააბათილა ის უბნები, სადაც კოალიციას ჰქონდა წარდგენილი მძიმე დარღვევების გამო საჩივარი. ანუ ერთადერთი სასამართლო იყო, რომელმაც უბრალოდ შეისწავლა საჩივრები, არ უგულებელყო, არ დაეყრდნო მხოლოდ მხარის, ანუ ამ შემთხვევაში მოპასუხე მხარის კომისიების განცხადებებს და მათ ჩვენებებს, საკუთარი თვალით დარწმუნდა და დაადგინა, რომ ხმის მიცემის ფარულობას და სხვა საარჩევნო პროცედურების მძიმე დარღვევებს ჰქონდა ადგილი და გააუქმა ორი ოლქის ის უბნები, სადაც ელექტრონულად ჩატარდა არჩევნები და სადაც იყო დარღვევები დაფიქსირებული. ეს დაახლოებით ახლა ჩვენ დავთვალეთ 20,000-ზე მეტი რეგისტრირებული ამომრჩეველია, თუმცა შედეგობრივად მნიშვნელობა აქვს ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ახლა აქცენტი და საზოგადოებრივი წნეხი უნდა გადავიდეს სააპელაციო სასამართლოებზე. მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მოქალაქეებმა, რომ ყველა სააპელაციო სასამართლომ ორივე ამ შემთხვევაში, სადაც არის იქნება წარდგენილი უკვე ესე ვთქვათ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებების საჩივრები, უნდა მოვითხოვოთ ამ სასამართლოებისგან, რომ ყველა ოლქში გახსნას, თუნდაც შერჩევითად გახსნას ეს უბნები და ისევე საკუთარი თვალით დარწმუნდეს, ირღვეოდა თუ არა ხმის მიცემის ფარულობა, როგორც ეს გააკეთა თეთრი წყაროს მოსამართლემ და ყველა საჩივარი, სადაც საუბარია დამკვირვებლების გაძევებაზე, ზეწოლაზე, დაკვირვების შეუძლებლობაზე, სხვისნაცვლად ხმის მიცემაზე, ანუ მრავალჯერად ხმის მიცემაზე და სხვა ტიპის მძიმე დარღვევებზე, ამომრჩეველზე, ზეწოლაზე თუ ასევე დარღვევის ფარულობის დარღვევის სხვადასხვა ფორმები იყო, ხომ, როდესაც რამდენიმე ადამიანი უყურებდა, ან კომისიის წევრები უყურებდნენ, ვისხაზავდნენ, ან უკვე წინასწარ შემოხაზულ ბიულეტენებს აძლევდნენ მოქალაქეებს. აი ეს თითოეული საჩივარი უნდა გახსნას მასალები და შეისწავლოს და მიიღონ ისე გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ახლა სააპელაციო სასამართლოებს, რომ იგივე სტანდარტით რაც დაადგინა მათმა კოლეგამ მოსამართლემ და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ჰქონდა, მე ვფიქრობ, მოსამართლეს ჯერ გადაწყვეტილება არ ჩაგვარებია, მაგრამ თვითონ სიტყვა იყო ძალიან, ასე ვთქვათ, მრავლისმთქმელი, იგივე სტანდარტით მიიღონ გადაწყვეტილებები მათაც. ხო, სხვათა შორის უკვე დაიწყო სამთავრობო პროპაგანდამ შავი კამპანია ვლადიმერ ხუჭუას წინააღმდეგ და მის ცოლზე ეკეთდება ახლა აქცენტი, თითქოს ის ოპოზიციის წარმომადგენელია, მოკლედ წინ ბევრი შეურაცხყოფელი, ასე ვთქვათ, პიარ კამპანია ალბათ უკვე ამოიქოქება მის წინააღმდეგ, მაგრამ ქალბატონო ნინო, რაც არ უნდა მოხდეს ახლა გაგრძელება, რაც არ უნდა იყოს ამ ფაქტის სააპელაციო სასამართლოში, ბუნებრივია ეს სამართლებრივად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს პრეცედენტი უკვე არის არგუმენტი იმისა, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, რომ ეს არჩევნები ნამდვილად იყო ტოტალურად გაყალბებული, არ იყო მთავარი პრინციპი დაცული, ხმის უფლება. ხო, აი საერთაშორისო გამოხმაურებების კუთხით და ამ მიმართულებით რა მოლოდინი გაქვთ? კი, ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, ეს არის სასამართლო და არა თუნდაც სამოქალაქო ორგანიზაცია, ხომ, ეს უკვე სახელმწიფოს ოფიციალურმა უწყებამ, მართსაჯულებამ თქვა, რომ დაახლოებით 20,000 ამომრჩევლის შემთხვევაში, ნამდვილად, როდესაც მან გახსნა და შეისწავლა ეს მასალები, მან თქვა, რომ ასეთი ხმის მიცემა, მე ჩემი თვალით დავინახე, რომ ირღვეოდა ასეთი ხმის მიცემით, ესე ვთქვათ, ფარულობა ხმის და სახელმწიფო უწყებამ, მართსაჯულების, ესე ვთქვათ, უწყებამ დაადგინა, რომ ეს არ ღვევს ხმის მიცემის ფარულობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტი. კიდევ ერთხელ გამესმის, რომ რა თქმა უნდა შეიძლება იგივე მოლოდინები არ ქონდეს სხვა სასამართლოებისგან, ზედა ინსტანციებისგან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეხლა ეს უნდა იყოს ჩვენი, ანუ ხალხის მოთხოვნის მთავარი აქცენტი. ხვალ 3 საათზე არის, როგორც ვიცი, ჩანიშნული პირველი სხდომები, როგორც ქუთაისის, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოებში. ორდღიანი განხილვები აქვს ამ სასამართლოებს, ზეგაც იქნება ალბათ და მე ვფიქრობ, რომ აი
საზოგადოება რომ კითხულობდა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რა შეგვიძლია მოვითხოვოთ, როგორ ვიმოქმედოთ, მე ვფიქრობ, რომ ეხლა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მოთხოვნა მივაპყროთ სასამართლოებზე, რომ შეასრულონ მათი კონსტიტუციური ვალდებულება და უბრალოდ გამოიკვლიონ მტკიცებულებები. არა ის, აი მაგალითად გორში გქონდა ესეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენმა იურისტმა გითხრა, რომ 4 საათი იხილავდა ასე ვთქვათ ოლქი ჩვენ საჩივრებსო და ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება, სადაც ჩაწერა, რომ თითქოს არ განუხილავს. საერთოდ არ უმსჯელია და განუხილველი დატოვა საჩივრები და წინა თარიღი დააწერა გადაწყვეტილებას. ანუ უბრალოდ აი მოიტყუა მთელი დღე ისხდნენ ჩვენი წარმომადგენლები უამრავ ოლქთან დაკავშირებით საჩივრებს ასე ვთქვათ ვამტკიცებდი და შემდეგ გადაწყვეტილება გამოგვიცხადეს რომ თურმე ეს განხილვები არ ყოფილა და საერთოდ აუშვებლად ცნო ეს გადაწყვეტილებები. დაახლოებით გავსი ხდება სასამართლოებშიც უბრალოდ არ ისმენენ რას ვამბობთ, არ იკვლევენ მტკიცებულებებს და მე ვფიქრობ რომ ეხლა მოსამართლეებს უნდა მოვთხოვოთ იგივე სტანდარტის განხილვა რაც არის მათი ვალდებულება. და საზოგადოების მხრიდან წნეხი ამ მიმართულებით მშვიდობიანი პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა ვთქვა, რომ სასამართლოსთან შეიძლება პროტესტი, შეიძლება მოსამართლემ კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინოს 20 მეტრის დისტანცია სასამართლოს შესასვლელიდან, შენობიდან, მაგრამ ასე ვთქვათ, საზოგადოების მშვიდობიანი შეკრება მანიფესტაციების შესახებ კანონით არის დაშვებული. ხო, მოსამართლებსაც უნდა მივაწვინოთ ხმა, რომ არ გვძინავს, ყველაფერს ხედავთ, ყველაფერს ვამჩნევთ და არ ვაპირებთ, რომ შევეგოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა და მადლიერება ამ მოსამართლეს ხუჭუას ის არის ალბათ ძალიან ვითარებაში იქნება, მაგრამ და იგრძნოს მან რომ მას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და ხალხმაც ალბათ უნდა დაინახოს რამხელა მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ სასამართლოს. ეხლა წარმოიდგინეთ რომ 10-15 ასეთი მოსამართლე ყოლოდა ჩვენ სრულიად სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებდით დღეს.